ბუნება რომ მიყვარს და სოფლის მეურნეობას რომ ვეთამაშები ეს იცით. წელს პირველად მოვიყვანე გოგრა. რა ჭირს ამ ჩემ გოგრებს? ამაში მჭირდება თქვენი დახმარება. არ შემიწამლავს. ვფიქრობდი რომ იქნებ ისე გამომძვრალიყავი რომ არ შემეწამლა, მაგრამ მე მგონი არ გამოდის ეგ ამბავი. ნახეთ რა მოუვიდა, გააყვიცხდა. ყვავილები კი ამოსდიოდა ძალიან ლამაზად. ძალიან ლამაზი, მაგრამ ნაყოფიც არ ამოსვლია. არა და როგორც წავიკითხე, ნაყოფი წესით უკვე უნდა გამოვიდეს. ნახეთ რა მხელაზე წავიდა, მე მგონი ჭოკები უნდა ამას. გოგრა ხო სასარგებლოც არის, ხო გემრიელიც არის, ხო ბევრი კერძის მომზადება შეიძლება. საერთოდ იცით, ეს უკვე პოლიტიკური ამბავია, მაგრამ მე მგონია რომ მხოლოდ და მხოლოდ ბუნებასთან სიახლოვით და ეკოლოგიურად განვითარებას შევძლებთ ჩვენ როგორც ერი. შეხედეთ შვეიცარიას მაგალითად, ხო? აი ეს ყველაფერი გვაქვს ზუსტად ასეთი. და მე თვითონაც ეხა პიროვნად არ ვენდობი საკვების უსაფრთხოების საკითხს და ვიბრძვი, იცით, იმისთვის რომ ცოტა სერიოზულად შესრულდეს ის სტანდარტები, რაც ეხება საკვების უსაფრთხოებას და სისუფთავეს. მაგრამ ეს, რასაც უყურებთ, ეს უბრალოდ ჩემი ჰობი არის, ახლა ვსწავლობ. თუ დამეხმარებით იმაში, რა ლამაზი ყვავილები აქვს, თუ დამეხმარებით იმაში, რომ როგორ გავზარდო და რა აკლია იმისთვის, რომ ნაყოფი უკვე მოისხას, მე მგონი უკვე დროა. ძალიან გამახარებ.